მე განვაგრძობ გადაცემას უკვე სტუდიის სტუმრებთან ერთად და ბატონ გიას მინდა ვკითხო, რასაკვირველია ისე უკრაინის ელჩის დაბარებას მინდა შევეხო და თქვენი ყავთ საგარეო საქმეთა მინისტრი. რომელი ელჩები ყავთ დაბარებული თქვენ ახსნა განმარტებებისთვის თქვენი კარიერის მანძილზე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი? ძალიან ბევრი ჩამოთვლა ამ ელჩების ალბათ მოიხმარს მთელი თქვენი გადაცემის დროს, მაგრამ საქმე იმაში არ არის ვის იბარებ, საქმე იმაშია რაზე იბარებ, ხო? როდესაც სუვერენული ქვეყნის ელჩს იბარებ, თუმეტეს შენი მოკავშირის ელჩს იბარებ, თუმეტეს იმ მოკავშირის ელჩს, რომელიც უკვე 1 წელიწადია ომში არის და შენ ვერ გამონახე დრო, რომ შენი აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი იქ ჩასულიყო ვიზიტით, როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირდა. იბარებ, რომ შეკითხვები მისცე, რატო ნიშნავს სუვერენული ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ამა თუ იმ თანამდებობაზე თავისი სურვილის მიხედვით პიროვნებას, ეს უკვე რაღაც კლინიკური იდიოტიზმის ნიშნებს ატარებს. დამერწმუნეთ ერთ რაღაცაში, რომ რა გასამართლებელი საბუთებიც არ უნდა მოიყვანონ შემდეგ, უკვე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. საქმე გაფუჭებული არის. უკრაინის ელჩი ღირსეული ადამიანია და არ იკადრა მაგალითად ის, რომ რაც ნორმალური იქნებოდა და რაც მაგალითად ბევრი ქვეყნის ელჩი გაეკეთება. უბრალოდ აიღო ტელეფონი, ეთქვა, რომ ავად არის და გაეგზავნა თავისი მრჩეველი ან დესპანი. მაგრამ კარგად ეს არ აისახება ჩვენ ურთიერთობაზე დარწმუნებულები ვიყავით. კი ბატონო, ერთი არგუმენტი, რომელიც ხო შორის ხელისუფლებაზე უკეთ გუშინ ჩამოაყალიბა შალვა რამიშვილმა ამის იმედის ეთერში, იყო ის, რომ აი რატომ მოხდა ესეთი რამ, თქვათ, რომ აი საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობას ათბობს რუსეთთან, ურთიერთობას აალაგებს რუსეთთან, შესაბამისად უკრაინისთვისთან ზედმეტი გვერდში დადგომა შეიძლება შეეშალა ხელი აი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის, ხოლო და ამას უკვე ციტირებას ვახდენ ზუსტად, სააკაშვილიც და პოროშენკოც ამ შემთხვევაში ისინი რუსეთთან კონფრონტაციის მომხრენი არიანო და იმიტომ აღმოჩნდნენ ისინი რაღაც ერთ ბანაკშიო. ამ ნარატივს ავითარებდა ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი ახლა სააკაშვილი რო იყოს ხელისუფლებაში, ჩვენ რუსეთთან ომი გვექნებოდა, ანუ შევატყო ის, რომ გამოსავლად იპოვეთ ის მოსახლეობის ლეგიტიმურ შიშზე რუსეთის თავდასხმისა, აი ამაზე ააგეს მთელი თავისი რიტორიკა და ამით ცდილობენ ახსნან თუ რატომ არ გაუწია საქართველოს მთავრობას ანგარიში პეტრო პოროშენკომ და რატომ დანიშნა ძებნილი მაღალი თანამდებობის პირად. ბატონ გიორგი, რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ხელისუფლების არგუმენტი და თუ შეგიძლიათ რომ ეს გაანალიზოთ? დავიწყოთ იქიდან, რომ ელჩის დაბარება იყო სრულიად დუგუნური საქციელი და ძალიან ხისტი. და ეს ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი იყო თუ მაინდა-მაინც საუბარი უნდათ ელჩთან ისე გაეკეთებინათ, რომ კულისებში დარჩენილიყო და ეს არ გამოსულიყო, ასე ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს ქვეყნის განსჯის საგანი არ გამხდარიყო. ძალიან ღირსეულად უპასუხა უკრაინის ელჩმა რეალურად აი ამ ყველაფერს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი მსგავს მე ვიტყოდი, რომ სულელურ საქციელს საქართველოს ხელისუფლება აღარ ჩაიდენს და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიყენებს საკუთარ თავს და არ ჩააყენებს ქვეყანას. საფუძველს იფიქროთ, რომ მსგავს სულელურ საქციელს საქართველოს მთავრობა აღარ ჩაიყენებს. იმედი მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს გავლენას ვერ ახდენს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად ამისი შეცვლას ნამდვილად აზრი არ აქვს, უბრალოდ არც აპირებენ. მეორე, რაც მაძლევს იმის ასე ვთქვათ, ფიქრის საფუძველს, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ გაამწვავებს ამ ურთიერთობებს, არის სწორედაც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. ამ ინტერვიუში არის საკმაოდ საინტერესო ელემენტი უკრაინასთან მიმართებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აი ამ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას აფასებს უნებრივია უარყოფითად, თუმცა ამბობს, რომ ეს არ არის კატასტროფა. კი, მაგრამ ამას ივანიშვილი ამბობს კარგა ხანია. იგივე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ზედმეტ, ასე ვთქვათ, ნუ გადაკვეთავს რაღაც, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ჩემს სიტყვას სხვაზე მეტი ფასი აქვს საქართველოს მთავრობისთვის, წინა ინტერვიუში მან ამაზე ისაუბრა, იმაზეც ისაუბრა, რომ მთავრობის წევრები და მისი გუნდის წევრები უსიტყვოთაც კი ხვდებიან მის ნააზრევს და ასე შემდეგ და იმის გამო, რომ მის სიტყვას მისი ფასი აქვს, ითვალისწინებენ ყოველთვის ამას და ამის მიუხედავად ეს
ივანიშვილს ასეთ პოზიცია ჰქონდა, კარგა ხანია ესეთ პოზიცია, რომ კითხეს პირველ შემთხვევაში არ არის, როდესაც უკრაინაში დანიშნულებზე კითხეს და მან თქვა, რომ აქედან ტრაგედია არ უნდა გავაკეთოთ, მე არ მომწონს ნორმალურია. ამის მიუხედავად აი ამ რაღაც მოძრაობებს აკეთებს საქართველოს მთავრობა და ხომ არ გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ერთს ამბობს და მისივე მითითებით საქართველოს მთავრობა მეორეს აკეთებს. რაღაცა არ მგონია, მე მაინც მგონია, რომ ეს იქნება ბოლო გაბრძოლება მაგ მიმართულებით და ეს დასრულდება, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ყოფილ მაღალჩინოსნების უკრაინაში დანიშვნას, მე არ დავეთანხმები ამ შემთხვევაში შალვა არამიშვილის ვერსიას, რომ ეს ასე ვთქვათ რუსეთთან დაპირისპირებისთვის კეთდება. ხელისუფლების ვერსია ეს. ხო, თუ გნებავ ხელისუფლების ვერსია და მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე რეფორმების თვალსაზრისით კადრები ძალიან ძნელად მოსაპოვებელია. თუ შევხედავთ ასე ვთქვათ რეგიონს, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით ჩაატარა ესეთი რეფორმები, როგორც არის საპოლიციო რეფორმა, იგივე სხვა მნიშვნელოვანი რეფორმები და ამ ტიპის კადრები ძალიან ძნელად მოსაძიებელია მსოფლიოშიც კი. განსაკუთრებით ბოლო წარმატება ეს იყო საქართველო. აქედან გამომდინარე სტრატეგიული ამოცანა უკრაინისა, რომ იგივე რეფორმები გაატაროს მინიმუმ იმ ასე ვთქვათ წარმატებით, რა წარმატებითაც საქართველომ ამას გაართვა თავი. და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა და მე რო ვიყო ბატონი პოროშენკოს ადგილას, დიდწილად ალბათ ასე მოვიქცეოდ. თან გარდა ამისა, უნდა შევხედოთ ერთ რამეს, რომ იქ არა მხოლოდ ქართველები ინიშნებიან ასევე ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, ამერიკელებიც, ანუ ის ხალხი, რომელსაც ამ მიმართულებით მართლა აქვს პრაქტიკული გამოცდილება და ბევრს ნამდვილად არა. კი ბატონო, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ არ იცის ის, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, ვთქვათ, აფრიკის ქვეყნებში არის კონსულტანტად მიწვეული, იგივე ყაზახეთში უწევენ დახმარებას, ვთქვათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ზუსტად რეფორმების დარგში და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, ახლა უკრაინაში ხმაურდება ეს ამბავი და ამ შემთხვევაში რადგან სააკაშვილს ეხება განსაკუთრებით ესეთ ხმამაღლა ჟღერს სხვაგანაც მუშაობენ. კიდევ ერთი ელემენტი აი ამასთან დაკავშირებით, ანუ თუ კი საქართველოს ხელისუფლება ხედავდა და მას მიაჩნდა, რომ იგივე სააკაშვილისა და ქართული მაღალჩინოსნების უკრაინის დანიშვნა რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა საქართველოს გნებავთ ეროვნულ ინტერესებს, გნებავთ, მანამდე უნდა გაანძრეულიყვნენ. რეალურად მათ ყველა ბერკეტი ჰქონდათ იმისათვის, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინათ ამ ყველაფერზე და თუ ვერ მოახდინეს გავლენა, ეს მათი პრობლემაა საბოლოო ჯამში და მათი ასე ვთქვათ არაპროფესიონალიზმისა და არაეფექტურობის დადასტურებაა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც საქართველო ამ შემთხვევაში ვარდება სასაცილო მდგომარეობაში. კი ბატონო, ბატონ კახა, თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით ამ ხელისუფლების ოპონენტები, ვთქვათ, როდესაც ხსნიან იმას თუ რატომ, ვთქვათ, მოხდა ის რაც მოხდა და რატომ არ გაუწია ანგარიში უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო რომ საქართველოს მხარდაჭერა საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუხატავს უკრაინისთვის და უფრო პირიქით იხსენებენ ღარიბაშვილის ინტერვიუს Financial Times-თან სადაც მან თქვა რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს და ეს არ არის გამოსავალი ეს მაშინ როდესაც უკრაინის მთავრობა აქტიურად ითხოვდა და ახლაც ითხოვს იარაღს თქვენი აზრით რომ რა დიპლომატიით იყო ნაკარნახევი აი ეს ნაბიჯი და ზოგადად მე მრჩება შთაბეჭდილება რომ ხშირად აი ამ შემთხვევაში აი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელისუფლების მხარდამჭერები ასე ხსნიან ხოლმე ხელისუფლების მოქმედებას რომ აი საწინააღმდეგო რო ეთქვა რუსეთი გაბრაზდებოდა და რამდენად აქვს გავლენა რუსეთის ქმედებებზე ახლო საზღვარგარეთის მიმართ რომელსაც რუსეთი ხმარობს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხანდახან იყენებენ ხოლმე თავიანთ ლექსიკონში რამდენად შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში როგორ ანალიზს გააკეთებდით რამდენად შეიძლებოდა რომ ეს ყოფილიყო მიზეზი რომ აი რუსეთი არ გავაღიზიანოთ შესაძლოა მიზეზი ეს ყოფილიყო მაგრამ მოდით სხვანაირადაც შევხედოთ შენი ოპონენტი ან შენი პარტნიორი იქცევა ისე როგორც შეაჩვევ მას და განსაკუთრებით ისეთი ქვეყანა როგორც რუსეთი. რა თქმა უნდა, რუსეთთან უნდა ყოფილიყავით ფრთხილად, საჭირო იყო რაღაც ტონის შერჩევა, საჭირო იყო რაღაცა დიპლომატიური, ასე ვთქვათ, მიდგომების გამომუშავება,
მინიმალური ზიანის, ესე ვთქვათ, თეორიიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება მოგვაყენოს აი ამ დიდმა გაბრაზებულმა და ძალიან ცუდმა სახელმწიფომ, მაგრამ ასევე იყო გასათვალისწინებელი ის, რომ რუსეთთან არ შეიძლება ზედმეტი ლაქუცი, არ შეიძლება ზედმეტად მისცე უფლება, რომ შემოიჭრეს შენ სუვერენიტეტში კიდე მეტად ტანკებით შემოიჭრა ტერიტორიაზე, გასაგებია, მაგრამ კიდე უნდა შემოიჭრეს შენ გადაწყვეტილებებში, შენ შეხედულებებში უნდა შემოიჭრეს და ასე შემდეგ. სადღაც უნდა გასულიყო ეს ხაზი, რომლის იქითაც რუსეთს აგრძნობინებდა ჩვენი მთავრობა, რომ ამის იქით მე ვარ თავისუფალი. თქვათ უკრაინასთან შეფასებების საკითხებში, ან დაეხმაროს თორე საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინას, ამასთან დაკავშირებით შენ უნდა დაგეტოვებინა სივრცე, რომელშიდაც შენ თავისუფლად გამოთქვამდი ამას და არ დაკარგავდი შენ სახეს. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი, რომ საქართველო იდგა ძალიან რთული დილემის წინაშე, როგორ დაეცვა თავი რუსეთის შესაძლო აგრესიისგან, რომლის წინაშე ნამდვილად იყო და არის კიდევაც საქართველო საკმაოდ ვთქვათ მოწყვლადი, მაგრამ ამავე დროს ის მთავარი, რაც გააჩნდა ყოველთვის საქართველოს, ანუ მისი იმიჯი როგორც ქვეყნისა, რომელსაც აქვს იღებს თავის თავზე რაღაც აი ამ გამბედაობა გააჩნია, რომ ილაპარაკოს სიმართლე საერთაშორისო მასშტაბით. აი ეს არ უნდა დაგვეკარგა. ამ შემთხვევაში ჩვენ ეს დავკარგეთ, კი, ნამდვილად და ეს მოხდა ზუსტად ამიტომ არ გვცა პატივი, რა თქმა უნდა, ეს იყო მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ჟესტი, ვთქვათ, იგივე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, აბსოლუტურად ვეთანხმები იმასაც, რომ აქ ადგილი აქვს, რა თქმა უნდა, ექსპერტების ექსპერტიზას, იმ გამოცდილებას, რომელიც წინა მთავრობას ჰქონდა რეფორმებში და ასე შემდეგ, მაგრამ დიდწილად ასევე აქ არის აშკარა დემარში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, ჩვენება იმისა, რომ ისინი არ, ესე ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლება არ უწევს ანგარიშს საქართველოს მთავრობას, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სააკაშვილი, მისი კოლეგების, ესე ვთქვათ, მათთან კარგი ურთიერთობა და მათი გამოყენება, მათთან ერთად ტანდემში ყოფნა, ვიდრე საქართველოს მთავრობასთან, როგორც მინიმუმ და გინდაც ამას მოსდევდეს ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება. იმიტომ რომ დღეს უკრაინისთვის რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთთან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ ძალებთან ურთიერთობის დალაგება, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დიდ ასპარეზზე და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ რეგიონში, რეგიონთან მიმართებაში, მთლიანად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცესთან მიმართებაში და აქ შესაძლოა ვთქვათ, რომ სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ ის დარჩა ფიგურად საერთაშორისო არენაზე. ანუ პოლიტიკური გვამი ის არ არის. არა, ნამდვილად, მან მიაღწია იმას და მიაღწია სხვათა შორის გარკვეულწილად, მათ შორის შეიძლება შევაქოთ ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისით, მათ გამოიყენეს გამჭრია ხობაც, გარდა იმისა, რომ მართლა ახლა გულწრფელად დარწმუნებული ვარ, მხარს უჭერდნენ უკრაინის მაიდანის მოვლენებსაც და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობას და მის ბრძოლას, მაგრამ მეორე მხრივ პოლიტიკურად ძალიან კარგად გამოიყენეს ასევე ეს სიტუაცია, იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო მასშტაბით და მით უმეტეს უკრაინაში ძალიან გაიმყარეს იმიჯი. ხელწერტილში აღმოჩნდნენ წინა პოზიციებზე, ისინი გვერდზე ედგნენ პოროშენკოს, იაცენიუკს, სხვა ლიდერებს, ისინი გვერდზე ედგნენ უკრაინელ ხალხს და რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ შიდა მოხმარებისთვისაც კი სააკაშვილის დანიშვნა რაღაცა ესე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არის მომგებიანი პოროშენკოსთვის, იმიტომ რომ ეს აძლიერებს მის პოზიციებს, მის ლეგიტიმაციას თუ გნებავთ უკრაინელი მოსახლეობის წინაშე. გამომდინარე იმ იმიჯიდან, რაც თქვა მეორე ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობა. ახლა ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში უნდა ჩატარდეს დიდი საერთაშორისო კონფერენცია, დაახლოებით ისეთი როგორც ბრიუსელში ჩატარდა 2008 წლის შემდეგ, ომის შემდეგ, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ 4 მილიარდი დახმარება. ხო, უკრაინა ისედაც იღებს საკმაოდ დიდ საერთაშორისო დახმარებას, მაგრამ ეხლა ჩატარდება დონორთა კონფერენცია, როდესაც ძალაში შევა თუ რეალურად ღმერთთვაქნას და ცეცხლის შეწყვეტა მართლა დაფიქსირდა რეალურად გრძელვადიანი, ან ყოველ შემთხვევაში საშუალოვადიანი პერსპექტივით მაინც საშუალებას მისცემს დონორებს, რომ მათ გამოყონ დიდი თანხები უკრაინის რეაბილიტაციისთვის, მისი ეკონომიკის აღორძინებისათვის. ამაში ჯერ ერთი გამოცდილება აქვს, პოროშენკომ კარგად იცის, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს
ძალიან კარგად გამოიყენა საერთაშორისო დახმარება, მიიღო ძალიან დიდი დახმარება. 5 მილიარდი, 1 მილიარდი ამერიკიდან. ეს არის ძალიან უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბური დახმარება მივიღეთ ჩვენ მართლა საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ამაში აქვს გამოცდილება და ეს არის კარგი კონოტაცია. ანუ ესე იგი სააკაშვილი მისი გუნდი მონაწილე დონორებთან აი ამ საუბრებში მისი გამოცდილებით და ამ გუნდის საერთოდ რაღაც წარმატებული გამოცდილებით ამ თვალსაზრისით ეს არის რა თქმა უნდა მისთვის ძალიან მომგებიანი და პოროშენკო არ არის მარტივი ადამიანი, ის აშკარად პოლიტიკოსია, საკმაოდ ძლიერი პოლიტიკოსია და აქ სენტიმენტებზე არ არის საუბარი. აქ არის ის, რომ ის იყენებს ნამდვილად ნაციონალურ მოძრაობას, იყენებს სააკაშვილსაც, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილიც იყენებს და ნაციონალური მოძრაობაც თავისი ესე ვთქვათ პოზიციების გასამყარებლად უკრაინის ხელისუფლებას. ხადია, მადლობა ბატონ კახა, მამუკასთან მექნება, აი ბატონ კახა საუბრობდა იმაზე, რომ ერთგვარი დემარში იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იგნორირება საქართველოს ხელისუფლების და ვთქვათ მის მიერ წამოწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის, ვთქვათ სააკაშვილის, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება არ არის ერთი ხელისუფლება, ერთი ქვეყნის ხელისუფლება, მხოლოდ ვინც ამას აკეთებს. რეალურად ევროპის ყველა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები და ნუ არ ვიცი ხა სხვაგან სად უმოგზაურია, ჩვენთანაც რეგიონში აზერბაიჯანში იყო ცოტა ხნის წინ მე მგონი, ხო? ჩამოსული და თურქეთში იყო. თავისუფლად გადაადგილდება ეს ადამიანი ყველგან, მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ჩვენ უმეტესობა ამ ქვეყნებთან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის შეთანხმებები გვაქვს და არავინ არ ეხება მას საერთოდ, ანუ არაფრად არ აგდებენ საქართველოს მთავრობის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი უნდა დააკავონ და შემდეგ გამოუშვან საქართველოში. და იგივე პრივილეგიით კი არა, იგივე თავისუფლებით სარგებლობს სააკაშვილის არაერთი ქვეყნიდან წასული თანაგუნდელი. კი არა, ორი ადამიანი, რომელმაც დააკავეს, მათ გადმოცემაზე და ერთ-ერთი მათ შორის იყო ახალაია, რომელიც დემონიზებული ფიგურაა ქართულ საზოგადოებაში ამ ეტაპზე, ხო? ანუ მათ გადმოცემაზეც კი უარი თქვეს ბრალის დაუსაბუთებლობის და აშკარი პოლიტიკური მოტივაციის გამო საქმეში. როგორ ფიქრობ, რატომ ამ ქვეყნების ელჩებს არიბარებენ საგარეოში? და ზოგადად რითი არის განპირობებული ის ფაქტი, რომ იგნორირება ხდება საქართველოს ხელისუფლების აი ამ წველი სურვილის დააკავონ სააკაშვილი და ჩამოიყვანონ საქართველოში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებ თქვენს მაყურებელს. მე მგონი პირველად ხარ თეორიას. პირველად ვარ თქვენს ეთერში, სტუდიაში ამყოფები ვარ, მაგრამ პირველად ვარ თქვენს ეთერში და რის თქმა უნდა ცოტა გავშლი ამ კითხვას, იმიტომ რომ კითხვაზე პასუხი მე მგონი ცალსახაა და მე მგონი ამის ეს თქვათ არც ისე ცალსახაა და კი ბატონო, ამასაც დავაბრუნდე, უბრალოდ მე მინდა ერთი დავიწყო. ჩვენი საგარეო პოლიტიკა და ჩვენი სახელმწიფოს მიდგომა მოყოლებული მაედიდან იყო სტარი და მე ვიტყოდი მავნებლურიც. სწორედ ამით არის განპირობებული არა მარტო ის, რომ საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობა არის გაცილებული. ამით ასევე აქედან ასევე გამომდინარეობს ის ნეგატიური შედეგები, რასაც მივიღეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების კუთხით, იგივე ოკუპაციის და ოკუპაციის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფაქტობრივად საერთაშორისო არენაზე საქართველოს საკითხი, ოკუპაციის საკითხი ჩამოშორდა უკრაინის საკითხს, რაც პირიქით ჩვენი მთელი რესურსი უნდა დაგვიხარჯავდათ იმისათვის, რომ ეს ორი საკითხი გაერთიანებულიყო. ეს მოყოლებული მაედიდან, იმიტომ რომ რეაქცია მაედიდან მოყოლებული იყო საკმაოდ მიუღებელი, გაუგებარი, მახსოვს იყო ხუმრობაც, რომ ფულსაც კი შევაგროვებდით, როგორც მთავრობის რომელიმე წევრი წასულიყო და ჩასულიყო, ასე ვთქვათ, უკრაინაში, მაედნის პერიოდში ვიძახი. ახლა როცა ომი დაიწყო და უკვე მას მერე მოყოლებული განცხადებები, ნუ ამაზე საოცრად საუბარი ზედმეტია, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, რომ ის და ვეთანხმებთ ბატონმა გიორგი მახსნა, ის რომ ინიშნებიან სააკაშვილი და მისი ყოფილი გუნდის თუ მისი გუნდის წარმომადგენლები უკრაინაში, ამას არანაირი კავშირი იმასთან, რომ უკრაინის ხელისუფლება რაღაცა ამით, ასე ვთქვათ, საზღვროს უზღვის ქართულ მხარეს, ანუ საქართველოს სახელმწიფოს, ამასთან არანაირი კავშირი არ არის. ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილება უკრაინული მხარის და არანაირი რაღაც შურისძიება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი ამ მიზანს არ ემსახურება. ანუ მათი კონკრეტული არგუმენტაცია, მათი კონკრეტული, ასე ვთქვათ, ამოცანა არის იმ რეფორმების გატარება, რომელიც მათ ესახებათ აუცილებლად და ამაში ესენი ხედავენ, ასე ვთქვათ, ამ ქართველი პოლიტიკოსების კონკრეტულ როლს. თლიანად ეს მთელი ისტერია, რაც ატყდა აი ამ დანიშნულთან დაკავშირებით, ჩემის აზრით, წამგებიანი იყო ქართული ხელისუფლებისთვის, საქართველოს ხელისუფლებისთვის, მთლიანად სახელმწიფოსთვის. არა მარტო საერთაშორისო ასპარეზზე, ჩემის აზრით, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ მაშინ, როდესაც მართლა სერიოზული პრობლემები გვაქვს, სოციალურ-ეკონომიკური, ლარს რა ემართება და ასე შემდეგ,
აი ამ თემაზე აპელირება და ამ თემის რაღაც გაფეტიშება, ჩემი აზრით იყო შიდა პოლიტიკური პოლიტექნოლოგიების გათვალისწინებთან საკმაოდ მიუღებელ და არასწორი ნაბიჯი. უკრაინა ხუთეულშია, მესამე ადგილას იყო, მაგრამ ახლა ხუთეულშია, როგორც ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. კი ბატონო, და გარდა მაგისა, ეხლა მე თუ მკითხავთ, ალბათ ყველა ქართველს უნდა უხაროდეს თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე. ეხლა მე მართლა ძალიან გამიხარდება თუ მარინა კობახი და წავა და რომელიმე პარლამენტს უხელმძღვანელებს სხვა სახელმწიფოში, ან ბატონი დავით არმანია რომელიმე ქალაქში მერად აირჩევენ. ნამდვილად გამიხარდება თუ წავლენ და უშუალოდ სხვაგან იქნებიან. მეც გამიხარდება. დაწმუნებულია. ნინო ბურჯანაძე, ხო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რის თქმა მინდა აი ამაზე რესურსის დახარჯვა. ამ რისი? ქვეყნებიც მივთითო, ქალაქებიც დავასახელო. ნუ ეს თავისი არჩევანი იყოს, მაგრამ რა იცით რა მე სად გამიხარდება. გასაგებია, რის არის საქმე? აი ამაზე რესურსის დახარჯვა, ჩემის აზრით, ძალიან ცუდი პრეცედენტია და უბრალოდ ყველაზე მთავარი ამ თელს ამ ასე ვთქვათ სიტუაციაში ის გახლავთ, რომ ამით ჩვენ ზარალდებთ, თვითონ ხელისუფლება ზარალდება. ანუ ამით არანაირი ასე ვთქვათ ლოგიკურ დასასრულამდე ამას ვერ მიიყვანეთ. სხვათა შორის თქვენ ახსენეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი შალვა რამიშვილის განმარტებები. მე ესეთი ლოგიკური განმარტებები ჭალებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველად მოვისმენ. ანუ ესო ყოფილიყო ბავშვებს თავარი გზავნილები. მარინა კობახიძეს ფიქრობდა არიქა იტყვისო და ბოლოს რო არ თქვა რომ მეო მაინც ესე მგონია. ნუ მოკლედ შეეშველა ხელისუფლებას იმედის ეთერი. გზავნილები ნამდვილად მოვიწონებდი კიდე რაღაც გასაგები გახდებოდა, მაგრამ რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის რაღაც აბსურდულობა და არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი რაღაცა გამჟღავნება. ამიტომ ჩემი აზრით უნდა შეწყვიტონ ახლა მე მგონი დროა ბატონმა ბიძინამ თქვა რომ ეს არის ცუდი, მაგრამ არა ტრაგიკულიო. იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გაიზიარებენ და ეს ამ იგრძნობენ, გაანალიზებენ და ამით ამ საკითხს მანამდე თუ შეიძლება რაც ეხება ელჩის დაბარებას ამ შემთხვევაში არ მინდა ნამდვილად ჩამithვალონ აღდამსწრე მეგობრებმაც და მსმენელმაც რაღაც კორპორატიულ ასე ვთქვათ კოლეგიალურობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის რაც გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით არის ყველაზე უფრო ადეკვატური, რაც კი საერთოდ ამ ხელისუფლების აი ამ მიმართულებით ჩვენს ხელისუფლების და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს განახორციელებიათ. მეორე უბრალოდ კითხვა რომ დავსვათ საკმაოდ პრაგმატულად. საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ არ დაებარებინა ელჩი და სხვა შორის არ მინდა კიდევ ერთხელ გამომივიდეს რაც ადვოკატობა, მაგრამ თუ კი რამე შეიძლება გამომივიდა? გამოგივიდეს, არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ეს გაკეთა საკმაოდ გამიკვირდა კიდევ რაც, იმიტომ რომ მახსოვს წინა მინისტრის ასე ვთქვათ პოზიციები და ხარი ეფექტიანობა საკმაოდ კარგად გაკეთა. ჯერ ერთი შეხვდა დეპარტამენტის დირექტორი და არ შეხვდა ამ საკითხზე არ დალაპარაკებია არც მინისტრი, არც მინისტრის მოადგილე. ის განცხადება თუ რა საკითხზე იყო შეხვედრა, იყო საერთო პოლიტიკურ ასე ვთქვათ ურთიერთთანამშრომლობაზე, ორმხრივ თანამშრომლობაზე და ალბათ ამ საკითხზეც თავისთავად იყო საუბარი. ამიტომ მე უბრალოდ პრაგმატულად გამომდინარე რეალისტად თუ შევხედავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს რომ არ დაებარებინა უკრაინის ელჩი და აი ესე თუნდაც ლამაზად, მაგრამ არ შეეფუთა ეს უფრო გაუგებარი იქნებოდა ჩემი აზრით მათ სხვა გზა არც ჰქონდათ. ამიტომ ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა რატომ იქნებოდა უფრო გაუგებარი? ჩვენ ხო ვიცით იმის შესახებ, რომ პოროშენკოს და ღარიბაშვილმა ტელეფონით ისაუბრეს. ღარიბაშვილმა ამის შესახებ ძალიან კარგად თქვა. ნუ მე ჩემი წყაროებით ინფორმაცია მაქვს, უკრაინული წყაროებიდან ინფორმაცია მაქვს, როგორ დამთავრდა ეს საუბარი და საერთოდ რა შეეხებოდა ეს საუბარი. ანუ ეს პოზიცია თავისთავად უკრაინის ამის შემდეგ მიიღო, აი ამ პრემიერთან საუბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პოროშენკომ, რომ კონკრეტულად სააკაშვილი დაენიშნა იქ, სადაც დაანიშნა. ანუ აი ამ ყველაფრის მერე ხა პრემიერი ესაუბრა პრეზიდენტს, ელჩის დაბარება და კიდევ უფრო იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ერთმანეთში რაღაცები გასარკვევი გვაქვს. მამუკა პროფესიონალური თვალსაზრისით ძალიან სწორად იძახის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი, რომ ელჩს ეკძვნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს საკითხი დაუშვა მუხრუჭებზე, რაც შეიძლებოდა უფრო. დიპლომატია მას გაიგებს. გასაგები, ანუ ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეასრულა მთავრობის მითითება, მაგრამ ყველანაირად აგზობინა პარტნიორ ქვეყანას და მის წარმომადგენელს, იმიტომ რომ როდესაც ხვდები ბატონ ვასილ ციბენკო, შენ არ ხვდები ადამიან ბატონ ვასილ ციბენკოს, შეხვდები უკრაინას. ეს არის უკრაინის წარმომადგენელი, წარმოადგენს თავის სახელმწიფოს. ელჩი. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მამუკას სწორს საკითხი ყველაფერი გააკეთა პროფესიონალური თვალსაზრისით, რომ რაც შეიძლება ნიველირება გაეკეთებია ამ იდიოტიზმისთვის. კი ბატონო, და მანამდე სანამ ჩვენთან აი ელჩებს იბარებენ და თქვა თუ ნერვიულობენ იმაზე, რატომ ინიშნება ივანიშვილისთვის საძულველი პირები იქ რაღაც მაღალ თანამდებობებზე, უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე
კვლავ არასტაბილურობაა, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო 15 თებერვალს დონეცკი დაიბომბა, როგორც ანტიტერორისტული ცენტრი ამბობს, ეს მოხდა სეპარატისტების მიერ და დადგმული სპექტაკლი იყო რუსი ჟურნალისტების საყურადღებოდ. დებალცევოში არასტაბილური ვითარება მიუნხენზე უარესი ასე უწოდა მისკის შეთანხმებას ვიტაუტას ლანდსბერგისმა, თქვათ იგივე კაპიტულაცია ასე უწოდებს ლეონ არონი მაგალითად American Enterprise Institute-ის გვერდზე იყო მისი სტატია. Washington Post-ის სარედაქციო საბჭომ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ასევე ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი იმ შეთანხმების მიმართ, რაც მინსკში მიიღწა. ბატონ გია, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ესეთი შეთანხმებების იქ დაგომისი, სოჭი და ასე შემდეგ, ხო? როგორ ფიქრობთ, ჯერ მოკლედ რომ აღუწეროთ, თქვათ, მაყურებელს, რაზე არის საუბარი ამ მინსკის შეთანხმებაში და იზიარებთ თუ არა ისეთ რადიკალურ შეფასებებს, როგორცაც თქვათ ამ შემთხვევაში ბატონ ლანდსბერგისი, იგივე ლეონ არონი და სხვა ბევრი და ძალიან ბევრი კრიტიკული, თქვათ, იგივე ილარიონოვმა თქვა, რომ პუტინმა ყველაფერი მიიღო, რაც სურდა და ასე შემდეგ, პიონტკოვსკის და მისი ანალიზი გამოყენა. ბლოგერო. წინა თემაზე მინდა ერთი წინადადება კიდევ თქვა. ხელისუფლება აი ამ ელჩის გამოძახებით და კლოუნადით არის დაკავებული მაშინ, როდესაც 18 თებერვალს რუსეთი დაამთავრებს ჭყალებში სამართლებრივ ანექსიას კიდევ ერთი ჩვენი ოკუპირებული რეგიონის. იმის მაგივრად, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმეთ იყოს დაკავებული, საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე პროფესიონალებს უწევს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულიად უგუნური მითითებების შესრულება. რაც შეეხება მინსკი 2-ის შეთანხმებებს, თუნებას მომცემთ, ეხლა იმ პუნქტებს ჩვენ ვერ ჩამოვთვლით. არა, მოკლედ რო აღწეროთ რა არის. მოდი ვთქვათ, რა უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულებაში ის, რაც ვერ მიიღო უკრაინამ და შემდეგ შევაფასოთ. უდიდესი საფრთხე არის ის, რომ აქ ჩაიწერა ამ ხელშეკრულებაში ჩაიწერა განსაკუთრებული სტატუსი, ანუ უკრაინას მოუწია იმის აღიარება, რომ უახლოეს მომავალში საკმაოდ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში ის ამ ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ გააკონტროლებს. მეორე ძალიან ბოლომდე როგორც მინიმუმ. ეს მანამდე სანამ ამ სტატუსი ეს უნდა გამტკიცდეს შემდეგი პუნქტი. ეს უნდა გამტკიცდეს, უნდა გამტკიცდეს კონსტიტუციური ცვლილებებით, რომელიც ამ განსაკუთრებულ სტატუსს უკვე მისცემს სამართლებრივ ხასიათს და დააკანონებს. მესამე ძალიან ცუდი პუნქტი არის ის, რომ ეგრეთ წოდებული ეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკები მონაწილეობას მიიღებენ, ესე არის დოკუმენტში ჩაწერილი, სიმართლეში ეს გულისხმობს, რომ თვითონ გააკეთებენ ამას, დანიშნავენ მოსამართლეებს, პროკურორებს და შექმნიან ხარებად იყვნენ წარმოდგენილები. კი, ეგრეთ წოდებულ მილიციას, ანუ სულ ყველა ის ტერორისტი, რომელიც გაცვლილი და შეიარაღებული არის რუსების მიერ, ან ისინი, ვინც შევრონები მოიხსნა რუსიის სამხედრო მოსამსახურები, ისინი გადაბარგდებიან ამ მილიციაში და ჩვენ ვიცით რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის გამოცდილებიდან. კიდევ ერთი ძალიან ცუდი პუნქტი არის ჩაწერილი, ეს არის ამნისტია. სულ ყველა იმისი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტერორისტების და კაცსხლელების ამნისტია. ძალიან ცუდი პუნქტი არის კიდევ ერთი, ეს ის, რომ უკრაინა თავის თავზე იღებს ვალდებულებას დაიწყოს სოციალური ვალდებულებების შესრულება ამ რეგიონის მოსახლეობის მიმართ. გასაგები არის, რომ 1 გრივნა ვერ მივა ამ მოსახლეობამდე, ეს გადაიქცევა ამ ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმების ბიუჯეტად. ეს ფული. პლუსებიც არის, რაც ამაში ჩაედო, ჯერ ერთი ის, რომ მოუწია აღიარება რუსეთის ფედერაციას, რომ მესამე ქვეყნის, უცხო ქვეყნის ჯარი და შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და აქ ეთყობა დაღლილობისგან რუს ექსპერტებს ან რუსულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დიდი შეცდომა მოუვიდათ შეიარაღების რიცხვში მათ ახსენეს ტორნადო S. ეს არის სისტემა, რომელიც რუსებს არ მიუყიდიათ არც ერთი უცხო ქვეყნისთვის, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და რომელიც არც ერთი ქვეყნის შეიარაღებაზე არ იმყოფება რუსეთის გარდა. მათ მოუწიათ სიტყვით მაინც აღიარება იმისი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები სუვერენული ტერიტორია არის უკრაინის და მათ მოუწიათ აგრეთვე იმ ვალდებულების აღება, რომ დაიწევს უკან მძიმე ტექნიკა, შეიარაღებული ძალები და ასე შემდეგ. თუმცა
ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ის ისტერიული შეტევა, რომელიც მინსკის წინ განახორციელეს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ტერორისტებმა, ამის მიზანი იყო ფრონტის ხაზის რჩილება წინ გადაწევა, იმისათვის რომ 50 კილომეტრის ათვლა მომხდარიყო ისე, რომ შეიარაღება და შეიარაღებული ძალები დარჩენილიყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ყოფილიყო გატანილი საზღვრების გარეთ. და კიდევ ერთი ძალიან ცუდი პუნქტი ეს არის ის, რომ ვერ ჩაიწერა მინსკი 2-ის ხელშეკრულებაში, რომ როგორც კი დაიდება ზავი და შეწყდება ცეცხლი, უკრაინამ 450 კილომეტრიან მონაკვეთზე, საზღვარზე, უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უნდა აღადგინოს თავისი კონტროლი. 17 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მე ვიცნობ ბატონ პოროშენკოს, იმიტომ რომ ის რაღაც მონაკვეთში ჩვენ ერთმანეთს დავამცხრით, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრები დამერწმუნეთ. ეს არ მახსოვს ჩვენმა რომელიღაცა კოლეგა მახსენა რომ ეს ბუნი ბატონმა კახამ რომ ეს პოლიტიკოსია ეს მართლა he is a shrewd politician ამ კაცს ესმის თავისი საქმე ამიტომ 17 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ რახანის დათანხმდა ამ ტექსტს ეს არის იმის მინიშნება რომ უკეთესის მიღება არ შეიძლებოდა და ის რომ უკრაინას როგორც ჯანგბადი ისე სჭირდება პაუზა იმისათვის რომ მოხდეს რეგულარული არმიის შექმნა, მოხდეს გადაიარაღება, მოხდეს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვება და რაც ყველაზე მთავარია დაიწყოს რეფორმების გატარება, იმიტომ რომ ვერ მოთხოვ ქარხანას ერთდროულად გააკეთოს მოდერნიზაცია და მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოუშვას. ბატონო, თქვენ მინდა რომ გითხოთ ჩვენ ეს პოროშენკოს თქვათ ის ღამე რომ ახსენდება, როდესაც თქვათ მეც ველოდებოდი ვამოწმებდი, როდის დასრულდა ხო არ დასრულდა, უკვე შეთანხმა მაინტერესებდა რა შენეგით, სულ ახსენდებოდა 2008 წლის 11 აგვისტოს ღამე, როდესაც ასევე ველოდებოდი ოღონდ ჩვენთან დასრულებას და მაშინ მახსოვს ეს რომ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა იმ შეთანხმებას, რაც მაშინ თქვათ სარკოზიმ შესთავაზა, რომელიც მოსკოვიდან მოდიოდა და იქ მიღწეული. თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად ასე შედარებითი ანალიზი რომ გავაკეთოთ, რა მიიღო საქართველომ იმ 6 პუნქტიანი პუნქტის ხელმოწერით მერე უკვე, როდესაც დაზუსტდა და რას გულისხმობდა ეს 6 პუნქტიანი შეთანხმება და რა მიიღო უკრაინამ. აი ეს თუ შეიძლება რომ რაღაც შედარებითი ანალიზით რომ გავაკეთოთ. კი ბატონო, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს უკვე ხელმოწერილზე ხელი მოეწერა საბოლოო 6 პუნქტიან შეთანხმებას. ამით ფაქტობრივად დასრულდა საომარი ოპერაციები, ანუ დასრულდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ ნგრევისთვის, ანუ ჩვენ გადავრჩით 13-ში, მაგრამ ფაქტობრივად ეს იყო მაშინ რასაც თუნდაც ახლა თუ შევადარებთ პირდაპირ მინსკის 2-ის შეთანხმებას, მოდით ვთქვათ, რომ დღეს უკვე ჩანს, რომ უკვე 16 ფებრუარია, ჩანს, რომ შეთანხმება არ სრულდებოდა, მე ძალიან დიდი ასე ვთქვათ შიშები მაქვს იმისა, რომ ეს შეთანხმება როგორც მინსკი პირველი სხვათაშორის, ასევე დარჩება შეუსრულებელი. რაც ამაში სხვათაშორის შეიძლება პოზიტივის დავინახოთ და ნეგატივის პოზიტივი იმ კუთხით, რაც ბატონმა გიამაც აღნიშნა, აქ იმ თვალსაჩინო რომ საკმაოდ უარყოფითი დებულებებიც არის ჩადებული დებულ შეთანხმებაში, თუმცა თქმა უნდა არის პოზიტივიც. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ ორი შეთანხმების შედარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ რატომ გეკითხებთ, ანუ ამ შემთხვევაში 6 პუნქტი, ანუ მაშინ როდესაც 2008 წლის შემდეგ რუსეთი აღიარებული იქნა მხარეთ და საქართველოს რუსეთი აღიარებული იქნა კონფლიქტის მხარეებად. არანაირ სეპარატისტებს ამ შემთხვევაში თქვათ იქ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი არ ქონიათ და დღემდე ჟენევის ფორმატში ესწრებიან რაღაც არაფორმალური სტატუსით და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს თქვათ გადატანას თქვათ აი ამათ ელაპარაკეთ ეს პირდაპირ მოლაპარაკებები გამართეთ, რასაც უკრაინა ამას ვერ აკეთებენ, ხო? იმიტომ რომ ხარი არის. სწორედ ამას გულისხმობ, რომ როგორც პირდაპირ შედეგის დადგომის თვალსაზრისით ორი შეთანხმება შეუდარებელია, ანუ ჩვენ მივახციეთ კონკრეტულ შედეგს, ამ შემთხვევაში არ ამგონია შედეგი დადგეს უკრაინის შემთხვევაში და გარდა ამისა ის 6 პუნქტიანი შეთანხმება ფაქტობრივად ჩვენი პოსტ-საომარი ასე ვთქვათ მოქმედებების ჩვენი ასე ვთქვათ კონსტიტუცია იყო, ამით სარგებლობდით, ამის მოთხოვნას ვალდებულებდით და დღესაც გრძელდება, გაგრძელდეს თუ გრძელდება, არ ვიცი. ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა ფაქტიურად, ხო? უკრაინის შემთხვევაში არც იქნება კარგი თუ ეს მინსკი 2 იქნება სამოქმედო გეგმა. თუმცა არ მიმაჩნია ისაც რომ ეს შეთანხმება რეალურად რაღაც ამის იმპლემენტირება მოხდება. და აქვე მინდა უბრალოდ აი ცოტა ალბათ აქეთკენ მეტის ამ კითხვაზე პასუხი და აუცილებელია ამის თქმაც. მე პირდაპირ მინდა ვთქვა რომ მეთანხმები ბატონ გიასო ალბათ პოროშენკო იძულებული იყო რაღაც სხვა გამოსავალი იმ დღეს და იმ ღამეს არ ქონდა.
თუმცა ძალიან ბევრი კითხვა ისმის ახლა როგორც სახსრებო პროფესიონალურად უკრაინის დიპლომატიის, ასე ვთქვათ, და უკრაინის საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებული, ასე ვთქვათ, მოქმედებებზე. ჩემთვის მაგათაც წარმოუდგენელი არ შეიძლება ნახევარდორსულობა არ არსებობს, ანუ ან ორსული ხან ან არ ხარ ორსული. არ შეიძლება საომარ მოქმედებაში იყო რუსეთთან და ამ დროს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე საერთოდ საუბარიც არ მიმდინარეობს. იგივე DST-ის ფორმატ, ანუ ბევრი ისეთი რაღაცა, რაც უკრაინა არ არის DST-ის წევრი, დამკვირვებელია. ბოლომდე არ მოაწერეს ხელი. ანუ რეალურად DST-ის წევრი და გამოსვლა სამართლებრივად ის სტატუსზე რაღაც სამართლებრივი ვალდებულება მას გააჩნია. ამიტომ საკმაოდ ბევრი კითხვა ისმის ჩემი გადმოსახედიდან იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ახორციელებს უკრაინა რას აკეთებს. ეხლა მაგალითად იგივე მინდა მოვიყვანო 2008 წლის 13 აგვისტოს თქვენს კარგად გახსოვთ, ვიცი, ჩვენ სტრასბურგში უკვე სასამართლოში საჩელი ქონდა შეტანილი და მოვითხოვეთ, ასე ვთქვათ, შუალედური ზომის მიღება, რაც 2 დღეში გამოვიდა. უკრაინამ ეს განახორციელა, რა ვიცი, გადაწყვეტილება გამოვიდა, მე მგონი ივნისში თუ ივლისში. ანუ ბევრი ის ნიუანსი, რაც მათ შეეძლოთ თუნდაც ჩვენი გამოცდილებიდან აიღოთ და გაეკეთებინათ, ამ ეს არ კეთდებოდა. ამიტომ მე ვიძახი პოროშენკოს იმ შემთხვევაში ყველანაირად ვამართებთ, რომ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ იყო, იქ აღმოჩნდებოდა უკრაინა ცუდი, ასე ვთქვათ, პოლიციელის როლში, თუ ცუდი ბიჭის როლში, კარგები გამოვიდოდნენ ამ შემთხვევაში პუტინი და ის, ვინც რეალურად ამით ყველაფრით ისარგებლა, ეს არის ლუკაშენკო, მერკელი და ოლანდი, გასაგები მიზეზების გამო, ფაქტობრივად ლუკაშენკომ იპოვა თავისი ნიშა, რაც ამას ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ მან მოახერხა ამ ორი მხარის დაჯენა და თავის ჩამოიყვანა მერკელი და ჰოლანდი. ოლანდს თავისი, ასე ვთქვათ, პრობლემები აქვს საფრანგეთში და ეს იყო მისთვის ასევე გამოსავალი, მერკელსაც, ნუ მესმის თან სანქციებს უჭერს მხარს, თან გასაგებია, რომ გერმანული კომპანიები აღჭურვენ. ანუ ყველა დარჩა მოგებული გარდა უკრაინისა და რუსეთისა. ამიტომ ამ კუთხითაც მე ვიტყოდი, რომ რუსეთის მოგებაზე აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთიც მოგებული დახვდა, მას ხელი ისევ ჩამოართვეს, ისევ რაღაცა ლეგიტიმურ პირად მიიღეს. საუბარი იყო იმაზეც, რომ ვთქვათ, რეალურად არ მოხდა რუსეთის მხარედ აღიარება, რაც მას აწყობდა, არ მოხდა რუსული აგრესიის დაფიქსირება დოკუმენტში. ანუ რეალურად ვთქვათ, ესე თუ შეხედავ, ვთქვათ, იგივე ანდრეი ლორენოვის და პიატკოვსკის აი ბლოგის მიხედვით, იგივე აი ლანცბერგისის, იგივე ვაშინგტონის, ნუ არც არაფერი არ დაკარგა რეალურად თავისი ლეგიტიმაცია და თუ კი ბატონო კიდევ ბატონო ეხლა კოლეგების შემდეგ ერთს თუ დამიმატებ ხადია მე რეპლიკისთვის თვითონ აუცილებლად რა დაკარგა რუსეთმა ამ ხელშეკრულებას კი ბატონო და ერთი კითხვა მაქვს ბარემ მოვაყოლებ ანუ რუსეთის თქვათ რუსეთმა რა მიიღო ან რა დაკარგა ამ მინსკის ხელშეკრულებით ამაზე რო ვისაუბროთ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის რომ მაყურებელს აუხსნათ რატომ არის მნიშვნელოვანი მხარედ აღიარებული ვინ იქნება ამ შემთხვევაში რუსეთი თუ ის სეპარატისტები რა მნიშვნელობა აქვს ამას უკრაინისთვის ამ შემთხვევაში ამაზეც რომ ვისაუბროთ დავიწყებ ეკიდან რომ მე ამ შემთხვევაში არ დავეთანხმები იმას რომ რუსეთმა აქ ვერაფერი ვერ მოიგო ჩემი აზრით მოიგო და მოიგო შემდეგ ერთი რომ ის მას ვალდებულება როგორც ასეთი არ აუღია საერთოდ არანაირი ვალდებულება არ აქვს რუსეთს როგორც სახელმწიფოს აღებული ამ ხელშეკრულებიდან თვითონ მუხლებზე არ ვილაპარაკებ უფრო ფართო მიმართულებით წავალ და იმისა რომ გარანტია ხო გარანტი კიდევ ამბობ ის ყოველთვის ინდივიდუალურს სამართლის თვალსაზრისით აიღო იქ და შესაბამისად იქ სეპარატისტი რას გააკეთებს როდის რანაირად რუსეთი ყოველთვის დაიბანს აქ ხელებს მაგრამ შემდეგ აქ არამხოლოდ იმაში პუნქტებში არამედ ჩაწერილი აქ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ რუსეთმა ერთგვარად გარდა იმისა, რა თქმა უნდა, სეპარატისტებმა წინ წაიწიეს რეალურად და რაღაც ტერიტორიაც მოიგეს, საკმაოდ დიდი და გარდა ამისა, რეალურად რუსეთმა მეტნაკლებად ეფექტურად შეაჩერა სანქციების ზრდა. რას გულისხმობ აქ? ამ შემთხვევაში ხუჩაბაც უნდა ყოფილიყო სანქციები. ანუ სანქციები უკვე აღარ გაიზარდა. კი, შევიდა ძალაში ის ძველი სანქციები, რომელიც გაუზარდეს და დაუწესეს, მაგრამ ახალ თუ რუსეთი შეინარჩუნებს, მოდი ასე ვთქვათ, აი ამ კონფლიქტს ნელ-გაზზე, ანუ იმ ტიპის აფეთქება, როგორიც იყო გასული 3 კვირის განმავლობაში, თუ არ იქნება და იქნება კანტიკუნტად აქეთ-იქ დებალცევოზე შეტევები და საბოლოო ჯამში თუ რუსები დაიკავებენ დებალცევოს, მერე თუ კი ისინი გააგრძელებენ, ასე ვთქვათ, ნელ კიდევ ერთხელ ვამბობ, ანუ ესეთ ბზავს, რომელიც კანტიკუნტად ირღვევა, საბოლოო ჯამში ეს მიცემს დასავლეთს, კონკრეტულად ევროპას, იმის საშუალებას, რომ არ გაზარდონ სანქციები, არ გაამკაცრონ რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთმა შეუძლია ეს აგორაოს კარგა ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, სადაც ჩემი აზრით რუსეთმა მოიგო, ეს არის იარაღის საკითხი. თავარი რის გამოც რუსეთი წავიდა ამ დათმობაზე
შეეძლო რომ ის მას დესტრუქციული კვლავაც ეთამაშა და საერთოდ არ წასულიყო. რეალურად აქაც არაფერს არ დაკარგავდა. მაგრამ როდესაც საკითხი უკვე სერიოზულად შეეხო თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, ამ შემთხვევაში რუსეთმა უკვე ყური ათხოვა ამას. იქიდან გამომდინარეც, რომ რეალურად ეს მარტივად არ მომხდარა. ძალიან დიდი ესკალაცია დაჭირდა იმას, რომ ამერიკაში ეს წნეხი გაზრდილიყო იგივე ობამას ადმინისტრაციაზე და ქორებს ემძლავრად და ობამამ რეალურად გააკეთა განცხადება, მან თქვა, რომ იცით რა, თუ აქ დიპლომატიური რაღაც არ გამოვა, მაშინ უკვე დავიწყებ ამას. და იმისათვის, რომ ეს იარაღის საკითხი მეორედ დადგეს, ამისათვის საჭიროა ახალი ესკალაცია. ერთგვარად პიკამდე უნდა მივიდეს ეს ამბავი და ქორების ზეწოლაც უნდა მივიდეს პიკამდე. ეს მეორე პიკი თუ რუსეთმა შეინარჩუნა ერთგვარი, ასე ვთქვათ, მეტნაკლები ზავი და დაბალ გაზზე ეს ყველაფერი ატრიალა, ძალიან ძნელად იქნება მისაღწევი და სამაგიეროდ და რასმიან, რომ ნელ გაზზე შეიძლება ჩამოშალოს უკრაინის რა თქმა უნდა, რეალურად რუსეთი მაინც აღწევს რას, რომ საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უკრაინის დესტაბილიზაცია და კიევის ერთგვარი შანტაჟი. რეალურად ამაში ჭირდება პუტინს იგივე ლუგანსკი, დონეცკი და ეს ტერიტორია. ხო, რეალურად სხვა დანიშნულება ამ ტერიტორიას არ აქვს. ისევე როგორც აფხაზეთი და სიღნალის რეგიონი. და რეალურად ამ ფუნქციას ეს მას უსრულებს. მაგრამ აი კიდე ფართოდ თუ წავალთ, დასავლეთი მოკლევადიან პერსპექტივაში და ასე ვთქვათ ადგილზე დასავლეთს გამარჯვების შანსი არ აქვს. არ აქვს ერთი მიზეზის გამო. თუ ამას აი რაღაც პოკერის პარტია შევადარებთ, დავინახავთ, რომ დასავლეთს თავისი ბანკო უწყვია, ძირს უწყვია. ანუ ყველა რუსეთმა ძალიან კარგად იცის ორი რამე. რომ დასავლეთის ასე ვთქვათ არსენალში არის ორი რამე დღეს. ეს არის ეკონომიკური სანქციები და ეს არის დიპლომატია. და რუსეთს ამ შემთხვევაში კარგ ხელში უჭირავს. ის არ აჩვენებს ამ ყველაფერს და მის ასე ვთქვათ არსენალში გარდა იმისა, რომ დიპლომატიაც არის და ეკონომიკური საშუალებებიც ენერგომატარებლებს გულისხმობ. პარალელურად იქ არის სამხედრო ვარიანტიც და საბოლოო ჯამში დებალცევო იქნება ბოლო წერტილი, კიევი იქნება თუ ვარშავა. აი აქ კარტს სხვანაირად თამაშობს მოსკოვი. თუ დასავლეთმა არ დახურა საკუთარი კარტი და არ მიცა თავდაცვითი იარაღის ასე ვთქვათ გაგზავნით უკრაინისადმი სიგნალი, რომ ისიც იწყებს სამხედრო კომპონენტი არ შეიტანა მნიშვნელოვნად. თუ არ შეაჩერა ის რიტორიკა, რომ დასავლეთი ამბობს ღიად, რომ გამორიცხულია, რომ სამხედრო დაპირისპირებაზე წავიდეთ. ხო? ეს უნდა გააჩეროს დასავლეთმა. შეიძლება არ თქვას დასავლეთმა, რომ ჩვენ წავალთ დაპირისპირებაზე, მაგრამ არც ის არ მოხდეს, რომ არა ვართ სამსვლელი და მეორე. დასავლეთი აუცილებლად უნდა შეწყვიტოს რუსეთის, ასე ვთქვათ, პარტნიორად გამოცხადება. აი გუშინ მაგალითად ქალბატონმა მოგერინიმ თქვა ასეთი რამე, რომ რუსეთი კვლავაც რჩება დასავლეთის პარტნიორად იგივე ტერორიზმთან ბრძოლაში, იგივე ირანთან მიმართებაში, იგივე აღმოსავლეთის კონფლიქტებში. კი, მანამდე სტოლტენბერგმა თქვა საერთოდ, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა და ასეთ შემთხვევაში რეალურად დასავლეთი რუსეთს აძლევს იმის საშუალებას, რომ იფიქროს, რომ რეალურად მან რაც არ უნდა გააკეთოს უკრაინაში, უფრო მსხვილი საკითხებია ირანის საკითხი, უფრო მსხვილი და აქ ვაჭრობა ყოველთვის შესაძლებელი იქნება. დასავლეთმა კარტი თუ ბოლომდე არ დახურა, მოკლე და საშუალოადიან პერსპექტივაში რუსეთთან, ასე ვთქვათ, აი ამ თამაში ის ვერ გაიმარჯვებს. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური იარაღი იმდენად ძლიერი საშუალებაა, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრიეს ეკონომიკური იარაღით და დღევანდელი რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ეკონომიკურად, ბევრად უფრო კავშირი დამალებული შეიარაღების ხო, საბოლოო ჯამში მაინც გახდა ფული ახალი ფრედერიკ დიდი პრუსიის მეფემ თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომ დიპლომატია იარაღის გარეშე, ეს არის მუსიკა ინსტრუმენტის გარეშე. რეალურად აუცილებლად დიპლომატია სჭირდება იარაღი. კი ბატონო, ბატონ კახა, თქვენთან მაგ შეკითხვა დასავლეთის კრიტიკამდე მივედით ახლა ზუსტად და მიუნხენისთან შედარება 1928 წლის მიუნხენის შეთანხმებასთან შედარება, რაღაცა თვითონ ეს მიუნხენის შეთანხმება დასავლეთის იმპოტენციის ალბათ ყველაზე საუკეთესო მაგალითია ამის დემონსტრირებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ 1928 წელს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ერთგვარი მწვანე შუქი
დაუნთო ჩეხოსლოვაკიაში საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები გერმანელების თქვათ ოკუპაციას ერთგვარს, ანუ ეს სუდეტენლენდის კრიზისი, სუდეტის კრიზისი, რასაც შეერქვა შემდეგ, ამას მოყვა ჩეხოსლოვაკიის სრული დაბრყობა და მეორე მსოფლიო ომი. როგორ ფიქრობთ, რამდენად იზიარებთ იმას, რომ დასავლეთი აი ახლა უკრაინაში იმპოტენციას ავლენს? არ ვიზიარებ ნამდვილად, დასავლეთი ალბათ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა ესეთი მობილიზებული და ესეთი გაერთიანებული არასდროს, როგორც არის ახლა. ის რომ დასავლეთი მოქმედებს ძალიან ფრთხილად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, იმიტომ რომ ეს არის კეთილდღეობის არეალი. ეს არის პლუს ის რომ ღია აქვს კარტები დასავლეთს, ესეც ლოგიკურია, იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის არეალი. მას არ შეუძლია თავის მოსახლეობას დაუმალოს რეალური ზრახვები. ეს აღარ არის რაღაცა დახურული თამაშების ეპოქა, რომელიც იყო ევროპაში საუკუნეების განმავლობაში. ეხლა ევროპას არ შეუძლია ითამაშოს დახურული კარტებით. ის ძალიან ძლავრია ამერიკასთან ერთად, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების გარეშე ევროპა, რა თქმა უნდა, ვერ არის ძლიერი. როგორც მინიმუმ სამხედრო კომპონენტში, ამიტომ მას არ აქვს დიპლომატიის გასამაგრებლად, რა თქმა უნდა, ის მძლავრი სამხედრო პოტენციალი, მაგრამ ერთად დასავლეთი არის ნამდვილად ძლიერი. ეხლა რაც შეეხება ამ შეთანხმებას, მე მგონია, რომ ცოტა გადაჭარბებულია ზედმეტი კრიტიკა ამის, იმიტომ რომ მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო, რომ შეეჩერებიათ უკრაინის რყევა უკრაინის, როგორც სახელმწიფოსი. იმიტომ რომ რამდენი ხანი შეუძლია გაუძლოს უკრაინამ, რომელსაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემები აქვს ვიდრე რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული რუბლი დაეცა თითქმის ორჯერ, უკრაინის გრივნაც არ დაეცა ნაკლებად. მე მგონია და უკრაინისთვის ეს ნამდვილად უფრო დიდი შოკია ვიდრე რუსეთისთვის. და სახელმწიფო, რომელსაც ჭირდება რეფორმები, რომელსაც ჭირდება ამოსუნთქვა ელემენტარულად, მას ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ცეცხლის შეწყვეტა. ეხლა რითი განსხვავდება ეს ცეცხლის შეწყვეტა იმითი, რაც მოხდა საქართველოში, მე მინდა ამას ხაზი გაუსვა. საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის პირობები გაფორმდა საქართველოს და რუსეთს შორის. ანუ იქ დაფიქსირდა, რომ თუ ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები ირღვევა, ესე იგი საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. და ესეც ჩანს. ანუ დღეს რუსეთის მიმართ არის პრეტენზია იმისა, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. რუსეთმა მოიგო ერთ რაღაცაში, რა თქმა უნდა, მისკის შემთხვევაში, ის რომ რუსეთი არ ჩანს როგორც ოკუპანტი. მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია იმასთან დაკავშირებით, უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი პირდაპირ ეხმარება, პირდაპირ მონაწილეობს კონფლიქტში და ასე შემდეგ, სამართლებრივად ის არ არის ოკუპანტი და რანაირადაც არ უნდა განახლდეს ცეცხლი, რანაირადაც არ უნდა დაირღვეს ეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ასე შემდეგ, ყოველთვის იქ მოხდება გადაბრალება იქ დნრ-ის და ლნრ-ის, ესე ვთქვათ, ხელისუფლებებზე, დე ფაქტო ხელისუფლებებზე და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი აქ შედარებით დაცულია ამ თვალსაზრისით. მაგრამ კიდე რას იგებს რუსეთი? იგებს იმას, რომ ამ შეთანხმებით მეორე პლანზე გადადის, პირველ პლანზე რჩება, რა თქმა უნდა, შეთანხმების პირობების განხორციელება და აქედან გამომდინარე რაღაცნაირი სტაბილიზაცია რეგიონალური მასშტაბის, რომელიც კონცენტრირებულია აი ამ დონბასის და ლუგანსკის გარშემო და ყველას ავიწყდება უკვე ყირიმი. ყირიმი არის გადასული რაღაც გრძელვადიან იმაში. მე მგონი რუსეთისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყირიმის საკითხი და დონეცკი და ლუგანსკი, რა თქმა უნდა, იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ყირიმი მისთვის, როგორც გეოგრაფიული შენაძენი, ესე ვთქვათ, ვიტყვი. მაგრამ რა თქმა უნდა არის ერთი მნიშვნელოვანი ისა გარემოება ჯერთი უარყოფით გარემოებას ვიტყვი უკრაინისთვის კიდე იმას, რომ უკრაინას უწევს ეკონომიკური პასუხისმგებლობი და სოციალური პასუხისმგებლობის აღება იმ რეგიონებზე, რომელსაც რეალურად ვერ აკონტროლებს. ანუ მან უნდა დაიწყოს პენსიების ჩარიცხვა, ანუ დაფინანსება იმ რეგიონის, რომლიდანაც ნახევარი ფული ისევ შეიარაღებაში წავა და ისევ ეს ვთქვათ შეიძლება კონფლიქტის ესკალაციისთვის იქნას გამოყენებული. ეს არის ძალიან, რა თქმა უნდა, ცუდი, მაგრამ ამავე დროს უკრაინას, როგორც მოგახსენეთ, ეძლევა საშუალება იმისა, რომ შეაჩეროს მისი სახელმწიფოს დაშლა აი აქედან გამომდინარე. ეხლა კიდევ ერთი გარემოება ის, რომ აი ეს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც აშკარად ანტიუკრაინულია, გარკვეული თვალსაზრისით მაინც იქნება იზოლირებული დროის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან,
ეს არის მე მგონი კარგი, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში კიდევ ვერ მოახერხებენ ისინი საერთო უკრაინულ არჩევნებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებში ამ მოსახლეობის ჩართვას. მათ არც ექნებათ ესე ვთქვათ სურვილი. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ არის პლუსები და არის მინუსები, რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებიდან, მაგრამ არ შეიძლება არ გავუსვათ იმას ხაზი, რომ არ შეწყვეტილიყო ცეცხლი, რომ არ დამთავრებულიყო ეს ომი, უკრაინასთვის იარაღი რომც მიეწოდებინათ, სანამ ის იმ იარაღს აითვისებდა, სანამ მოხდებოდა იმის განლაგება, რა ვიცი, დატრეინინგება იმათი პერსონალის, როგორ უნდა გამოიყენონ და ასე შემდეგ, განთავსება. რა თქმა უნდა, ამას უკრაინა ეფექტურად ვერ განახორციელებდა და ეხლა უკრაინას ეძლევა საშუალება, მე მგონი ეხლა არის საჭირო დასავლეთმა აჩვენოს თავისი რაღაც პრინციპულობა. ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ევროკავშირის წევრსახელმწიფოებს და ნატოს წევრსახელმწიფოებს აქვს სრული უფლება და შესაძლებლობა, რომ უკრაინას ორ მხრივ საფუძველზე დაეხმარონ. აქ აუცილებელი არის მთელი დასავლეთის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით მიაწოდონ თუ არა თავდაცვითი იარაღი უკრაინას. მე მგონია გამოინახება ქვეყნები, რომლებიც იარაღს მიაწვდიან და უკრაინა შეძლებს ნელ-ნელა ააშენოს თავის შეიარაღებული ძალები. და როცა ამ შეიარაღებულ ძალებს სათანადო დონეზე აიყვანს, შესაძლებელია 1 წელი, წელიწად ნახევარი ამისი მოუნდეს, მერე უკვე მისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება უზრუნველყოფა მართლა იმ ცეცხლის შეწყვეტის, როგორც მინიმუმ შეწყვეტის პირობებისა, რომელიც ჩადებულია. შემდეგ კი ვნახოთ, რა თქმა უნდა. კი ბატონო, და ბოლოს მინდა ყველას თითო-თითო წუთი მოგცეთ რეპლიკისთვის, ძალიან გვიანია უკვე გადავაჭერო, დიდი ბოდიში გიხდით ყველას, რომ ესე გვიანობამდე ბატონო გია მიბრაზდება უკვე. ყველა ძინავს უკვე. არ ძინავ, და მარტო ბიძინას ძინავს. ბატონმა გახა მახსენე იზოლაცია, ერთ რაღაც ყველაფერი ერთი და იგივე თქვით ფაქტიურად. ერთ რაღაცაში არ დავეთანხმები, იმიტომ რომ მისკის ხელშეკრულებაში, შეთანხმებაში არის ჩაწერილი ის, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, რაც უკრაინული დიპლომატიის მიღწევა, იმიტომ რომ ამ პუნქტის ჩაწერით 2014 წლის 2 ნოემბრის ეგრეთ წოდებული არჩევნები ფაქტიურად უკანონოდ გამოცხადდა, რომელიც ჩატარდა დონბასში. რაც შეეხება რუსეთს, რა ვერ მოიგო, ან რა წააგო რუსეთმა. ესე არ არის, რომ ის რაც მე ხო ვთქვი, რომ ეს ხელშეკრულება, რომელსაც პოროშენკომ ხელი მოაწერა, შაგბადი ვიჭირდებოდა უკრაინას. რატო დათანხმდა რუსეთი უპირველეს ყოვლისა, რატო დათანხმდა მისკს? აქ ეს არა მარტო იმიტომ, რომ მას დაემუქრენ სანქციებით, ან შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაემუქრა თავდაცვითი იარაღის მიწოდებით. რუსეთის ეკონომიკაში არის კატასტროფული მდგომარეობა. ამაზე ცალკე გადაცემის გაკეთება თუ მოგვიწევს, აი იქ ციფრებით უნდა ვილაპარაკოთ, მთელი რიგი პროფესიები ქრება. ბატონო, გაინტერესოა, კარგი იდეა გავაკეთე. ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, საშუალო ხელფასი მოსკოვში სანქციების შემოღებამდე იყო 68-70,000 რუბლი. რაც რამდენიმე არ ვიცი როგორ აღემატებოდა ყველა დანარჩენი რეგიონის ხელფასს. ეხლა ეს საშუალო ხელფასი ჩამოვიდა 8,000 რუბლამდე. 64-დან 78-დან მაპატიეთ 8,000. ანუ გაუფასურებული რუბლის პირობებში. არა მარტო, იმიტომ რომ კომპანიები იძულებულები არიან პირველი შეამცირონ პერსონალი. ანუ გაუფასურებული რუბლს იღებენ 8,000. მეორე შეუმცირონ ხელფასები ვინც დატოვეს თან. რა წააგო რუსეთმა? იმის გარდა რომ ეკონომიკაში არის კატასტროფული მდგომარეობა. რუსეთმა წააგო ის, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ კახას, რომ ყირიმი ეს არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული დონეცკი და ლუგანსკი, არამედ smoke-screen იყო როგორც კვამლის ფარდა ყირიმისთვის, მაგრამ რუსეთს დონეცკი და ლუგანსკი ყირიმისთვისაც ჭირდებოდა. ის რომ რუსები უტევენ ჩვენ ყველა დებალცეოზე ვლაპარაკობთ, გუშინ 3 საათზე დაიწყო სატანკო შეტევა ორი მიმართულებით გააფთრებული. ისეთი როგორიც იყო მისკის შეთანხმებად და უფრო მეტი. ეს არის დებალცევო, რომელიც უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძია და სამხრეთით შიროკინო, რომელიც პირდაპირ შოსეს, პირდაპირ გზას ხსნის მარიუპოლზე, რომელიც არის კორიდორი ყირიმის მიმართულებით. რასაც რუსეთი ახლა აკეთებს, ეს არის დასავლეთის გამოცდა. აი გამივა თუ არა? ყველგან ასე თუ ისე სიჩუმე არის, მაგრამ შიროკინოსა დებალცევოსთან მიდის ნამდვილი ომი, ნუხმარობ სიტყვებს, კონფლიქტი, შეტაკებები, არტილერიის გამო. უკრაინა არ უძახის ამას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკრაინას, მე არ ვეკამათები, მათ თავისი შეფასებები აქვთ, მე შემას გამოხატავ.
რუსეთმა რა თქმა უნდა წააგო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანქციები არის გადავადებული, განსაკუთრებით მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ და დამჯერეთ მე ახლა ვაგრძელებ ასე გამოდის პირადი მეგობრობის გამო შეხვედრებს ძალიან ბევრი ვიზიტორთან, რომელიც თბილისში ჩამოდის. უკიდურესი გაღიზიანება, უნდობლობა, სხვა რაღაცა უფრო ძლიერი სიტყვა არ ვეხმაროთ. ის ისტორია, რომ რუსეთმა ურთიერთობების დათბობა შეიძლება შეძლოს თუ შეასრულა მინსკი 2-ის პირობები, აბსოლუტურად გამორიცხულია. დასავლეთში დაწყებული არის მუშაობა ახალ სანქციებზე, იმაზე როგორ უნდა შეიზღუდოს რუსეთის იმპერიალიზმი და რაც მთავარია, რა პასუხი უნდა გაეცეს იმ ახალი ტიპის ომს, რომელმაც რუსებმა შესწავლეს დასავლეთს. კი ბატონო, თუ შეიძლება ბატონ გიორგი. შეიძლება ბიზნეს ინტერვიუზე თქვა რამდენიმე სიტყვა, იმიტომ რომ რასაკურველია ეს თქვენი რეპლიკა, რაში რუსები იყო ნიკნოჩი გუჩქამიანო. კი ბატონო. ხო, და დავიწყებ იქიდან, რომ ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა იონიშვილი დე ფაქტო ამბობს, რომ ის არ არის ამ მთავრობის ხელმძღვანელი, რეალურად ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელის ინტერვიუ, სადაც მან პირდაპირ, ასე ვთქვათ, დააყენა პირველი რიგის საფრთხეები მისი ხელისუფლებისთვის, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობა, რუსთავი სამოქალაქო საზოგადოების საექსპერტო სექტორი და მეორე რიგის საფრთხეები, ეს იყო ალასანია, რესპუბლიკელები, რომელიც, ასე ვთქვათ, რომელთა დემონიზებაც რეალურად დაიწყო. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ რეალურ მდგომარეობაში დღეს ბიძინა იონიშვილს ბევრად უფრო ძნელი ამოცანა აქვს, ვიდრე მას ჰქონდა 2012 წელს არჩევნების მოგების თვალსაზრისით, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში რეალურად ერთი მოწინააღმდეგე და ერთი ის ყავდა, რა ქვია, ასე ვთქვათ, სამიზნე. ეს იყო ნაციონალური მოძრაობა, მას მოჭყალებში ერთი თავი ჰქონდა, ის ვერ მოჭრა თავი ბოლომდე, მაგრამ დაამარცხა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დღევანდელ მდგომარეობაში მონსტრს ეხლა, რომელსაც ბიძინა იონიშვილი უყურებს, აქვს უკვე რამოდენიმე თავი. არის ეს რუსთავი 2, ნაციონალური მოძრაობა, სამოქალაქო სექტორი და ამ შემთხვევაში უკვე უმუშევრობაც, საგარეო პრობლემებიც უკვე ამ ყველაფრის თავია. რეალურად მან, ასე ვთქვათ, შეეცადა ორი მიმართულებით ინტერვენციას. პირველი, რომ მასმედიაში შევიდეს ამ ბაზარზე რაღაცა დოზი. და დააბალანსოს ეს ილუზიის ტყვეობაში არა რუსთავი 2-ის დაბალანსება შეძლებს GDS-ზე გადაცემას. საზოგადოებრივ სექტორზე იგივე ექსპერტები შეაშინოს. და რეალურად ვიღაცა სივი შეუმოწმოს, რომ იქ თუ კარგად იქცევა. აბა ობიექტური თუ ხარ თუ რაღაცა. თქვენ თუ გაქვთ ნახე ისე Fox Catcher-ი თქვენ თუ ნახეთ მაინც. მელიებზე მონადირე ვინმე ნახეთ? თქვენ ნახეთ? კარგით, მე ეს პრივატულად დაგელაპარაკები. ხო, საბოლოო ჯამში რომ წავიდეთ ამ მიმართულებით, ხო? შეგვიძლია დაგელაპარაკო. ხო, ანუ საკმაოდ რთული ამოცანა აქვს დღევანდელ მდგომარეობაში ბიძინა იონიშვილს და მე ვერ ვხედავ ამ ამოცანის შესრულებას, თუ მან მინიმუმ იგივე ტიპის ინვესტიცია მაინც არ გააკეთა აი ამ სფეროებში, რაც არჩევნების წინ და როგორც მე ვხედავ, ასეთი ინვესტიციის გაკეთების სურვილი მას არ აქვს. ასე რომ ორი გამოსავალი აქვს მას. ან უნდა ახალი არჩევნები დანიშნოს, ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ამ მისი გაგებით ამ 9 თავიან დევს ესე მარტივად პოლიტიკიდან წასვლა რეალურად მისთვის ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, ცოტა ხანი იაფი დაუждდება, იმიტომ რომ ეხლა ლარი უფრო სურდება დოლარებში უფრო იაფი დაждდება ეს ინვესტიცია, რაზეც თქვენ საუბრობთ. ესე იგი ბანკის ფუნქცია აიღეთ. კი ბატონო. შევაჯამოთ თუ შეიძლება უნდა დავამატოთ. მეც მაშინ ორ ნაწილად გავყოფ შეიმას. პირველი ვიტყვი რომ იდეალური სამწუხაროდ არ არის ყველაფერი და ამიტომ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთულად არის სიტუაცია უკრაინაში, ეს შეთანხმება საკმაოდ ბევრ საფრთხეებს შეიცავს, თუმცა აი ამ ყველაფრის მაინც და არასდროს დახატვა რუსეთის გამარჯვებად, მაინც არ მიმაჩნია სწორად, იმიტომ რომ საიტნოტში არსებულ სიტუაციაში პოროშენკომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და რუსეთს მოუწია ის იმაზე წასვლა, რაზეც ის წავიდა. მე არ მიმაჩნია, რომ ეს იყო მათ მიერ დაგეგმილი ის შედეგი, რაც დადგა, რუსეთს მოუწია ამაზე წასვლა და მან არ მიაღწია არაფერს, ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, იქ win-win game იყო სამწუხაროდ საბედნიეროდ, ყველას თავისი ასე ვთქვათ წილი ამ მოლაპარაკებებში მოგებისა თუ შედეგისა დადგა, მაგრამ მაინც მიმაჩნია რუსეთი ამ შემთხვევაში ყველაზე დაძაბებული. რაც შეეხება სანქციებს, წინასწარ მიღებული სანქციები არ შეჩერებულა განახლდა. კი, უბრალოდ ახალი სანქციებზე საუბარი გადაიდო, მაგრამ ვიმეორებ იქიდან გამომდინარე საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეს შეთანხმების ასე ვთქვათ ძირითადი დებულებები პირველ რიცხვს შეწყვეტა. მიიღეს ახალი სანქციები. ახალი სანქციები მიიღეს, ანუ გადაიტანეს ზავაში შესვლა და ისიც შევიდა დღეს.
ანუ 15-მდე არ შევიდა, შევიდა დღეს, მაგრამ მიღებული იყო ერთი კვირის უფრო ადრე. და რაც შეეხება სანქციები გაგრძელდა და მეორე რაც შეეხება ასე თქვა თუნებას მომცოთ მინდა ეს სუპერვალ ასე თქვა ბლოკში თუ დასაწყისში სავიზო რეგულაციებზე ორ სიტყვას ვიტყვი. ხა მე ძამე არ მიმაჩნია ნამდვილად რომ აი სავიზო არასწორმა სავიზო რეგულაციებმა დაღუპა ლარი და ეს იყოს რაღაც მთავარი მიზეზი ამის. ნამდვილად ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად თუ რამე მიქონია გავლენა ლარის ასე ვთქვათ ამ იმის გათვალისწინებით რომ აგვისტოში მიიღეს და ვთქვათ ცოტა სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იყო დარჩენილი, ანუ გაცილებით უფრო დრამატული დავწნარდებოდი კიდევაც რომ ეს მართლა სავიზო რეგულაციების ბრალია იყოს და მეტი სხვა არაფრის და ეს იყოს მთავარი ლარის პრობლემა, ეს ადვილი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. და მეორე ასევე კომენტარი გადაბრალება ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე არ მიმაჩნია რომ ყოფილ საგარეო საქმეთა ან უწყებაზე არ მიმაჩნია რომ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს იმდენი ასე ვთქვათ გადასტომა და შესტომა დაშვებული რომ რაშიც ნამდვილად არ მიუძღვის წამყვანი ასე ვთქვათ ბრალეულობა იმის დამატებას ნამდვილად ასაჭიროებს. ამიტომ მეც ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას რომ მომავალში ასეთი ასე ვთქვათ ექსცესების გამოსარიცხად იმ ადამიანების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს ვიზეც ეს მთელი ასე ვთქვათ პროცესი იყო დამოკიდებული. კი ბატონო და ამ შემთხვევაში ეს იყო თეატრალურკიანი ბატონო კახა თქვენ ხომ არ იტყვით ორ სიტყვას და უნდა დავასრულო ეთერი მე მგონი უკვე არის დიდი მადლობა ამაში. კი ბატონო. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ თეორემა სტუმრები ბრძანდებოდით. დიდი მადლობა მაყურებელს იმისთვის რომ გვიყურეთ ჩვენ ერთმანეთს შემდეგ ხუთშაბათს შევხვდებით ძილნებისა ახლა და აბა კარგად ბრძანდებოდით.